მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი დარასილი, ხოლო ჩემი სტუმარი გახლავთ მამა დავით კონჯარია. მოგესალმებით, მამა, დაგლოცე თუ შეიძლება. ღმერთმა დააგლოცო ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ ყველას ლომისობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის გამორჩეული დღესასწაული საქართველოს ეკლესიისა, გარდამავალი დღესასწაულია და სულთმოფენობის კვირაში 4 შაბათ დღეს დღესასწაულება ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა მრავალს დაასწროს ჩვენი ქვეყანა და იმ სულთმოფენობის ძალით და მადლით ინებოს ღმერთმა წმინდა გიორგის ლოცვით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგარ იყოს ჩვენი ქვეყნის სამაჩაბლო აფხაზეთი მშვიდობიანად დაბრუნებოდეს ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც ჩვენი საყვარელი ძმები, სისხლით ხორცი ჩვენი ძმები, აფხაზები და ოსები, რომელთაც ჩვენ არასოდეს არ ქონდა, ესე ვთქვათ, დაძაბულობა და ეს მოხსნილი იყოს გიორგი. აი წმინდა გიორგის მეოხებით. ძალიან მშვიდობა და სიხარული. დიახ, უღრმესი მადლობა მამაო და ამასთან დაკავშირებით კიდე დღეს ახანს გიორგობა იყო, დღეს აპატიმროში იყავით მამაო და ძალიან, რა ვიცი, უბრალოდ რა მინდოდა იცით, რომ ის მდგომარეობა თვითონ გადმომეტანა, მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა პატიმარი და უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა მოვიკითხო, ყველა ის ადამიანი, ვინც საჭირო ეს მოკითხვას და ვინც აი იმის იმედად არის, რომ ხვალ ვიღაცა მოიკითხავს, ამხელა ნუგეში არის და აი ეს მოძღვრები რო ანუგეშებთ ხოლმე, ესე ძალიან მიხარია მამაო და მინდა აუცილებლად აქენ გული და სულით და მთელი ჩემი არსებით მოგიკითხო და ბედნიერება გისურვო თითოეულ პატიმარს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენთან ყოფნა და თქვენი ყოფნა ჩემთვის იმათ, რომ მე ვგზნობ თავს, აი ცხოვრებაში ალბათ ვერც დავიწუწუნებ ხოლმე ისეთი ადამიანები ვნახე, ძალიან ცოტათი გახარებულნი რა. აი ძალიან ცოტათი და შეიძლება ადამიანი მამაო ცოტა ხარბი არის და ზოგ ძალიან ბევრი არაკმაყოფილებს რაღაცა და იქ ამ დროს რო შეხედავ და აი ძალიან პატარა უბრალოთი ადამიანი არის გახარებული და ბედნიერი, ხო? უკვე რაღაცნაირად შენ უფლებას არ აძლევ შენ თავს რომ რამეზე დაიწუწუნო, იმიტომ რომ ხედავ ადამიანი რომელიც შეიძლება საპყრობილეში იყოს და იყოს ბედნიერი ბჭყალებში რა, ანუ ის ცოტა იყოს მისთვის ბედნიერება და ძალიან მაგრები ხარ და ამისათვის ყოველთვის გაქებ და ჩემს ვიქნებით ყოველთვის სამაგალითონი რა. ძალიან ბევრი ადამიანი გშრომობდა და თუ შეიძლება მამო ამასთან დაკავშირებით თქვენც გაოცებული ხარ და იმიტომ რომ არ თქვა ეს არ არსებობს და საერთოდ ადამიანს მამო ბევრი უნდა და ცოტათი ვერ კმაყოფილდება და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით კიდე რომ გვეთქვა რომ იმ ადამიანებს თუ ურჩევთ, იმიტომ რომ ზოგიერთი ძალიან დიდს ვერ აფასებს და ძალიან დიდით არის წუხილში და მწუხარებაში და ზოგიერთი ძალიან მცირედითაც კი კმაყოფილია და აი ეს როგორ უნდა გააკეთოს ქრისტიანულად, მართლმადიდებლად და სწორად ადამიანმა, რომ დეპრესირებული არ იყოს ამხელა საზოგადოება. მთელი საქართველო არის დეპრესიაში, სამწუხარო ჩვენდა და რა ვიცი, აი ჩემი ნება რო იყოს რაღაცა იმ კარებს გავაღებდი და შევიყვანდი და ამ პატიმრებს ვანახებდი უბრალოდ ამ ადამიანებს, რომ როგორ შეიძლება იყო ბედნიერი რა. თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით თუ ახსნით ამას რა. მე მინდა რომ შევუერთდეთ თქვენს მილოცვას პატიმრებისადმი და მიულოცო ჩვენს პატიმრებს ეს ბრწყინვალე დღესასწაული. საერთოდ განსასწრებში მყოფ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჭირდება თანადგომა, ჭირდება მოკითხვა, მილოცვა, რაღაც და სულიერი ნუგეშინისცემა და მე ვფიქრობ, აი მთავარი როლი ჩვენი არის ის, რომ გავახაროთ ადამიანები, ვანუგეშოთ ისინი, ტკბილი სიტყვა უთხრათ, რომ მოითვინონ, გამაგრდნენ, გაძლიერდნენ სარწმუნოებაში და მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერს დაინახავენ სხვა თვალით, სხვაგვარად. დღეს მართლაც საპატიმროში გახდით და გაოცებული ვარ, ესე იგი, რაც ვნახე იმითი, ეს არის ქსნის კოლონია და ამ კოლონიაში, ამ საპატიმროში, ესე იგი, პატიმრები მობილიზებულნი არიან და აშენებენ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს. და ამ სილამაზით რაც მე ვნახე, აღფრთოვანებული ვარ. მე ჩვენს ვაშენებთ ბიჭვინთის ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს და ესე ვთქვათ, როგორი რუდუნება დავინახე და აი ეს მუნდომება ამ პატიმრებში გაოცებული დავრჩი რა. ყველა ქვა, რომელიც დაწყობილი იყო, ყველა დეტალი აი ამ ტაძრის და მის გარშემო იყო აი რაღაცა დიდი სითფოთი გაკეთებული. ერთი პატიმარი შემხვდა, რომელიც კვეთავდა წმინდა ნიკოლოზის ხატს ქვაში. ჭაღარათვიანი კაცი იყო.
ბიძიათ რომ მეკუთვნის ალბათ 60 წელს მიწეული კაცი იყო არ ვიცი რატომ მოხდა იქ და ესეთი რამ მითხრა რომ ნახე მისი ესე ვთქვათ როგორ შრომობდა წმინდა ნიკოლოზის ხატს მსგავსი სილამაზის ხატი მე არ მინახია მინდა გითხრათ აი ესეთი ქვაში შესრულება თუ შეიძლებოდა ესე ვთქვათ ესეთი ხელოვნურად ესე ლამაზად და ოსტატურად ხატში აი მინახია დაწერილი ხატი მაგრამ ქვაში ესე თუ შეიძლებოდა აი ამის შესრულება არც ესე ვთქვათ არც მეგონა და ესეთი რამ მითხრა რომ სანამ დამიჭერდნენო ერთი კვირით ადრეო ჩემ ადამ მითხრაო რომ კაცო დროს რატო კარგაო ხელოვანი კაცი ხარო და შენი საქმე აკეთეო და შენო ისეთი მოუცლელი ხარო შენი საქმისთვისო უნდა დაგიჭირონო და იქო შენს იმას ნიშნო გამოავლენ ბოლომდეო და ერთ კვირაში დამიჭირესო გასამითხრა ვარო აგერო და აი მინდა გიორგი გითხრა რომ გაოცებული დავრჩი რა აი ამ ადამიანის შემოქმედებით და მე მანახა ესე ვთქვათ ტილო რომელიც გამზადებული არის პატრიარქი უნდა მივიდეს მისი უწმინდესობა როგორც ჩანს კურთხევის დღეს ხო როცა იკურთხება და მისთვის საჩუქრად ამზადებენ ისევე ქვაში უნდა ამოიჭრას ყოვლადწმინდა სამების ხატი და ეს ისეთი ხატი იყო ჯერ დახატული იყო ფურცელზე შავი კალკა იყო ნუ აი გაოცებული დავრჩი ამ სილამაზით და მე ვთხარი რომ აი თხოვე ამ ადამიანს რომ მეთქი აი თქვენ ჩემი თხოვნაა მეთქი რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ასწავლოთ ეს ხელოვნება მეთქი იმიტომ რომ ჩვენ აი ესე თანადგომით ერთმანეთის გვერდში გვერდდგომით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ახალგაზრდობა აი წარმოიდგინეთ გიორგი როგორი მონდომებული არის ეს ხალხი მე ესეთი რუდუნება ესეთი თანადგომა ესეთი ძმობა რაც იქ ვნახე დიდი ხანი არ მინახია აი თვალში ცრემლი მომდიოდა რო ხედავდი როგორი გემოვნებით აკეთებენ ეს ადამიანები ყველაფერს როგორ შრომობენ როგორ ხალისი აი ძველი ქართველები გამახსენდნენ იცით აი დიდი ხნის უნახავები დღეს ხო მობილურები გვაქვს და ესე ვთქვათ მონატრებაც არ აგვაქვს ერთმანეთის აი ძველი ხალხი რო ერთმანეთს მოიკითხავდა როგორ ახარ გადახარ რაღაცა დიდი მოკითხვა აი ესეთი რაღაცა სიხარული ვიგრძენი იცი ამ ადამიანებში და დავინახე უბრალოება ძალიან დიდი ამ ხალხში ძალიან უბრალოება და იცი რა დავინახე რომ ამ ხალხს ძალიან დიდი თანადგომა ჭირდება. აი თურმე რამდენი რამე შედაძლებათ ამ ადამიანებს რა, მაგრამ რაღაცა ბოროტის მანქანებით, რაღაცნაირად შეიძლება თვითნებობითაც აი აერიათ ცხოვრება და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ რომ ისინი რომ გამოვლენ, ისევ აი ამ წყობაში იყვნენ ყოველთვის რა და უნდა მოეფეროთ, უნდა ჩავიხუტოთ და დღეს ტყვეთა განმანთავისუფლებელი სცენება წმინდა გიორგი ტყვე არის, პატიმარიც ტყვე არის. ის ტყვე არის და მას ჭირდება განთავისუფლება რა თქმა უნდა. როცა ტყვეს ხედავ, პატიმარს ოდესაც ხედავ, როცა მას ესაუბრები, აი ისეთი სინანული აქვს ამ პატიმრებს, იცით? აი ისეთი ხედვა აქვს საკუთარი თავისა, იმიტომ რომ აი იქ ადამიანი მართლა უფიქრდება თავის ცხოვრებას და პოულობს თავს იქ. დიახ, სრულად პოულობს საკუთარ თავს და საკუთარი თავის ანალიზის შესაძლებლობა ეძლევა საპატიმროში ადამიანს და მათში ხდება ფერისცვალება. ერთი ადამიანი იყო, რომელიც გარედან გალავანს ქვას თლიდა და რო გავჩერდი, ვაკვირდებოდი, რა კარგად აკეთებ მეთქი და დამელაპარაკა, მითხრა, რომ აიო, უსაქმრობასო მოვედიო და ვუთხარიო, თუ რამე შეგიძლია თუ მე ჩამთეთო, გთხოვთო და აგერ დამასაქმესო რა და მე მითხრა, რომ მე მინდა მლოცველთა კელიაში გადავიდეო. ანუ არის ჯგუფი, რომელიც კი მოდის ტაძარში, მაგრამ ამავდროულად არის ჯგუფი, რომელიც აი ერთად გაანა ლოცულობენ. ჩათვალე რომ მონასტერი აქვს რა. ანუ ხო ჩაკეტილები არიან, მოშორებული ამ წუთის სოფლის საქმეებს და მონასტრული ცხოვრები ცხოვრობენ და იმხელა სულიერ სიმდიდრეს პოულობენ, რომ მთელი ცხოვრება ყოფნით მე ესე ვთქვათ აკრეფილი, ესე ვთქვათ აი ეს სწავლება. ეს ვთქვათ დიდი სიმდიდრე, რომელსაც იქ პოულობენ და მთელი ცხოვრება მე ამით იკვებებიან, აი ამ ცოდნით. და მითხრა რომ აი რა გავაკეთო და მე ვთხარი მღვდელ მონაზონი ამ გონი ახლა იღუმენია მამა ილია ფაჩულია არაჩვეულებრივი მღვდელი მე მას მეგობარი არის ერთ დღეს ვარ დაბადებული მე აი მადლობა ხომ მინდა პატიმრებს გადაუხადო ამის და მე მადლობა მინდა მოძღვრებს გადაუხადო რომელნიც არიან გიორგი აი ამ ესე ვთქვათ საპატიმროებში დაწესებული პატრიარქის მიერ ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ წარმოიდგინე ადგილი საიდანაც ბოროტება გამოდიოდა ადგილი საიდანაც
ესე ვთქვათ, ცუდი შედიოდა და კიდევ უფრო ცუდი გამოდიოდა ადამიანი, კიდევ უფრო დახელოვნებული ხდებოდა ბოროტებისა. დღეს გამოდის ხალხი ფსალმუნებს კითხულობს, სახარებას ზეპირად გეტყვის, ლოცვებს გეტყვის, აღსარებაზე როგორია რომ იმას გეტყვის. და ესე ვთქვათ, და ამაში რა თქმა უნდა დიდი წვლილი მიუძღვით ხელმძღვანელობას. მე მინდა მგონი ბატონი მამუკა ქვია, ხო? მე არ ვიცნობ მას და მე მინდა უაღრესად დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ რაც მე იქ ვნახე, იქ რო არა დირექციის და ხელმძღვანელობის საპატიმროების ზოგადად, ხო? დიდი თანადგომა, ეს შეუძლებელია. ესეთი რამე რაც იქ ხდება, რომ კანკელი ესეთი ძვირფასი არის. ტაძარში ქვა არის ისეთი ძვირფასი დაგებული. გარშემო, არ ვიცი. მამო, გარეწლები ვერაკეთებ, რაც იმ ბიჭებმა შეძლეს 9 თვეში. არ ვიცი. გარეთ მე არ ვიცი, ამდენ მე წლების მანძილზე მე მიშენებია ბერჯერ ტაძარი, მაგრამ ეგეთ რაღაცა ვერც მიმიღწევე და ალბათ ვერც ვიოცნებებ, ხო? და მართალი ბრძანდებით, ის სიბოროტე რაც იყო, ხო შეიძლებოდა რომ ერთი 10 წელი იყო ძალიან ბოროტი ადამიანების ხელში იყო ეს ყველაფერი, ეს სისტემა. რა ამ ადამიანებს რამხელა საშუალება ჰქონდათ, თუ ესე ტაძრებს იმდენს ააშენებდნენ, რომ დღეს ფაქტიურად ყველას ეცოდინებოდა რაღაცა სიკეთე ექნებოდა გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ სიბოროტე ამ სიბოროტემ ძალიან შეუშალა ამ ბიჭების იმას ხელი, ამ ბიჭების ნიჭის განვითარებას და ძალიან გული მწყდება, მაგრამ სამაგეროთ ეხლა ერთიანად უნდათ რომ ეს ყველაფერი აინაზღავნონ და მადლობა ღმერთს და რა არის მამო ისე არაფერი ახდება ჩვენგანი ხა ჩემთან ძალიან ადვილი არის და შეიძლება ზოგიერთი ადამიანი პატიმარი მეუნებოდა შეიძლება ვიღაცისთვისო ადვილი განსაკითხი იყო აქ რო არ ხარო იქ შორი თვალი შეიძლება ვიღაცამ გაიხედოს იქ და თქვას რომ რაღაცა ციხე რაღაცა და ამ დროს რამხელა და რამდენი წესიერი ადამიანი ვნახეთ იქ და რამხელა მაგალითი და ძალიან ბევრი ისეთი რამ გამოვიტანე რაც ალბათ თბილისში მე აქსაც დავდივარ ვერც ვისწავლო და ვერც ვნახო ხო იხლა თანადგომა ჯერ უბრალოდ ადამიანის პატივისცემა ჯერ რაღაცა იმ სხვანაირი მიდგომა აქვს და რას დავაკვირდით მამო შეიძლება არ უნდა ვამბობდე მაგრამ უნდა ვთქვა რომ ის ადამიანები ვინც არიან ესე ძალიან ამაყები ხო ერთი პატარა სუ პატარა რაღაც ახარებთ და სუ პატარა რაღაც წყით და აუცილებლად გეხვეწებით ვისაც შეგიძლიათ იქ ვინც არ უნდა იყოთ გარეთ იყავით გინ ტელეფონზე გინ ნებისმიერზე გთხოვთ რომ გაუფრთხილდით რა იმ ადამიანებს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ის ბიჭები არიან მე არ ვიცი რაღაცა სასწაული ძალის მქონენი თვითონ ადამიანები როგორც რომ უძლებენ ამ ყველაფერს ხო როგორია ხა 4 კედელში იყო მაგრამ იცით პატარა წყინთ პატარა ელემენტარული რომ შეიძლება რაღაც გადაბრუნებულად წამოხდეს და წყინდა სუ პატარაც უხარიათ ისეთი რაღაცაა და გეხვეწებით გაახარეთ რა ის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებით პროფესიით უბრალოდ ერთმანეთი გაახარეთ გეხვეწებით და ამ ადამიანებს მოიფერთ იმიტომ რომ პირველ რიგში თავს მაშინ აფასებ როცა სხვისი დაფასებას იწყებ ანუ სხვისი დაფასებით იწყება შენი დაფასება თორე სხვანაირად თავს ადამიანი ხო მაინც ვერ აფასებს სხვას რამდენადაც აფასებ და რა პატივსაც ცემ ხო ზუსტად იგივე დონეზე გიყვარს ესე იგი საკუთარი თავი მაბატია მამო აი ამ თემას თუ გააგზელებთ კიდე თუ არ და კიდე გადავალთ ამ თემიდან და ბევრს ვისაუბრებთ კიდე რა ვიცი თქვენ როგორ იტყვით რა რაღაც მინდა რომ თან გადავალთ რა თქმა უნდა იმ თემას რომელიც თქვენ შეეხეთ პირველ რიგში მაგრამ აი მე მინდა ესე ვთქვა ძმური რჩევა მივცე პატიმრობაში მყოფ ადამიანებს რა რომ იქნებეს იდეა მათ განავითარონ რომ იმდენად მობილიზებულნი არიან ეს ადამიანები და იმდენად ყოჩაღები არიან რომ გამოვლენ მე მინდა მათ ვთხოვო ესეთი რამ აი ესე იგი აი ნამდვილი ხუროთ მოძღვრები რა აი ესეთი მინდა ვთხოვო მათ რომ ხარ უთხრათ უყურთ სამშენებლო გახსნანო რა მე მინდა რომ აი ესეთი თქვენ რასაც ახლა ამბობდით გიორგი რომ აი ეს ნიჭი მათი რომელიც მათ ნამდვილად აი ნიჭიერი ხალხია რა რომ უყურებ უბრალოდ ეს ნიჭი აი პატრიარქს აქვს ნათქვამი რომ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არიან ნიჭიერები მათ ჭირდებათ სწორი მიმართულების მიცემა და ტალანტები აქედან მოდიან. აი ეს გენიოსები და ესენი სულ ძნელად დასაზრდელები არიან და მე მინდა ვთხოვო, აი ძმურად ვთხოვო, როგორც მღვდელმა, როგორც მოძღვარმაც ისე ვთხოვო, რომ ჩვენ თქო რამდენი 1000 პრობაციონერიც ვყავდა ხო რაღაცა მგონი ძალიან ბევრი იყო ეს 29000 არა 300000 მგონი 290,000 ხო რაღაცა ძალიან დიდი ციფრი იყო მე მგონი რაღაც პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრმა გამოიარა საპატიმრო საქართველოში და იქნება რომ გამოვლენ ეს ბიჭები იმდენ ყოჩაღები არიან ითავონ და აი 10 ლარი რო თითო პატიმარმა დადოს გრანდიოზულ
დიდებულ ტაძარს აუშენებენ საქართველოს. ერთი თავს იდვან და გააკეთონ ეს რა. რომ აი მთელი საქართველოს პატიმრების სახელით აშენდეს ერთი ტაძარი კიდე გარეთ. რომ ყველა შეეძლოს მისვლა და ნახო აი ამ სასწაულისა რაც მე ვნახე იმაში რა ქვია. იმიტომ რომ მე ესე მგონია გიორგი რომ მაინც ესე იგი ეს ამით დავინტერესდი და საპატრიარქო შენიცი მამა გიორგი თევდორაშვილი ხელმძღვანელობს საპატრიარქო განყოფილებას იქ ვიკითხე. თან იქ ვიკითხე, ანუ იქ განყოფილება არის, ვინც თქვა საპატიმრო წარმომადგენლებიც არიან იქ და ეს ურთიერთობა ხომ მიდის, რომ რამდენი პატიმარი ყავდა ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს. როცა ვიყავით საბჭოთა კავშირში, მე მითხრეს, რომ 2000 პატიმარი ყავდა ქვეყანას. დღეს არის 9000 პატიმარი. ფაქტიურად მე ესე მგონია, რომ ქვეყანა რო დაწნარდება საქართველოს და ეს რაღაცა მატერიალური მდგომარეობა გამოსწორდება ქვეყანაში, სამუშაო ადგილები შეიქმნება, მე დარწმუნებული ვარ, გიორგი, ამდენი საპატიმრო ქვეყანას აღარ დაჭირდება. და ეს ტაძრები, რომელნიც ააშენეს აი ამ ადამიანებმა, ეს ტაძრები გადაიქცევა ალბათ სემინარიებად და მონასტრებად რა. ეს საპატიმროები. იმიტომ რომ ეს საკნები, იმ საკნებს დარწმუნებული ვარ, ჩამოშორდება ის გისოსები. ამდენი საპატიმრო რაში ჭირდება საქართველოს, რა ვიცი, მგონი 20 თუ უფრო მეტი დაწესებულება, რაში ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ერთი ბეწო ერი ვართ, ხო? ხო და დარწმუნებული ვარ, რომ გამოსწორდება ქართული კაცი. წელში გაიმართება, აღარ იშრომებს, ღვთის რჯულს შეიმეცნებს და აღარ დაჭირდება ცუდის გაკეთება. გამოჯამრთელდება სულიერად, რაც დღეს ჭირდება ასე ქართულ კაცს, რომ ფეხზე დადგეს, ღვთის წინაშე იცხოვროს, ხო? აი ეს არის მთავარი და აი ეს სული, რომელიც მათ დღეს აქვთ იქ ძლიერი ქრისტიანული სული, რომ გამოვლენ, ეს ტალანტი უკვე მათ მიიღეს. ეს ტალანტი მათ უნდა გაამრავლონ თავიანთ ახლობლებში. ახლა მათ უნდა იქადაგონ ახლობლებში, უნდა დედმამას, ძმებს, ახლობლებს, უნდა გაიტანონ ეს სარწმუნოება და იქადაგონ და გახდნენ სამაგალითო მოქალაქეები. ახლა ერთი ამბავი მინდა მოგიყვირო. ესე იგი, ამ საპატიმროში, როდესაც ნახულობდი პატიმრებს, ესე იგი, ერთი ადრე რადიოში მოვყევი ეს ამბავი, რომ ერთ-ერთ პატიმართან, ესე იგი, როდესაც მივედი აღსარების ვიბარებ აღსარებას, ესე იგი, დაწერილი ქონდა ეს აღსარება და რო წავიკითხე გიორგი, აი, ცრემლები მომადგა თვალზე რა. ესე იგი, სინანული, მე ჩავარდი სინანულში რა. აი ეს კაცი რა სინანიებდა, იცი, აი, დაახლოებით მინდა გითხრა, რომ ერთხელ მითხრა ჩემმა მოძღვარმა, რომ აიო, ჩვენ დრო წმინდანები არა ვართო. ამის გამო ღმერთო შენდობა უნდა ვთხოვოთო. აი მამა გაბრიელმა ხო მხედრული სულით ხო იცხოვრა და გახდა წმინდანი ხო? ანუ უერთგულა უფლისწინებებს ხო? რატო არა ვარ ჩვენ ესეთები? იმიტომ რომ ზარმაცები ვართ. იმიტომ რომ არ გვიყვარს სახარების კითხვა, ლოცვები, ანუ ჩვენში არ არის მოღვაწეობის სული ხო? და აი იცი რა, აი დაახლოებით აი ამას ინანდა ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში, რომ მასში ეს წლები დაკარგული იყო და ძალიან ღრმად ინანდა, იცი? და ეს არ იყო, თქვა, ხორციელი ცოდვა. მასში ხორციელი სულიერ ამბებზე იყო რა. და ეს გამოვართვი და ვთხოვე, იცი, ამ პატიმარს რომ მეთქი, თუ ნებას მომცემ მეთქი, რადგან აქ არ არის რაღაცა სულიერი ამბები წერია მეთქი, ამ აღსარებას გავიტან მეთქი, გარეთ გთხოვ მეთქი და სხვებს წავაკითხებ მეთქი რა. და კარგიო მითხრა. იმიტომ რომ იქ კონკრეტულად არაფერი არ იყო, მარტო სულის ცოდვებზე იყო, სულიერ ცოდვებზე. და იცი რა, როდესაც მონასტერში წავაკითხე ბერებს, ვერ ვიხსენებო, რომელი წმინდა მამის აღსარებაო მითხრეს. გამიგე? ხო და არა მეთქი მე ვთხარი, იცი რა, ამ შემთხვევაში პატიმრის აღსარებაა მეთქი რა და ძალიან ღრმა სინანული იყო, იცი? მე რა ვიცი ეს ფურცელები ვეღარ პოულობ რა, სადღაც დავდე და ვერ პოულობ. იმდენად ღრმა სინანული იყო, იცი და აი ესეთი ღრმა სინანული აქვს პატიმრებს რა. ჩვენ მე იცი რა მინდა გითხრა, რომ აი ჩვენ არ უნდა შევხედოთ ადამიანს, რომელიც გამოდის საპატიმროდან, რომ ის ისევ ის ადამიანია. ეს არ არის სწორი. ის აღარ არის ის ადამიანი. პირიქით ისეთი დაბრძანებულები არიან. რაც ამბობ კაცო, არ უნდა შეხედოთ. ჩვენ რა უნდა უთხრათ? ჩვენ უნდა მათ მოვთხოვოთ, რომ აი შენ ხომ მარხულობდი, ხო ლოცულობდი კაცო. ახლაც უნდა იმარხულო. რატო არ მარხულობ, რატო არ ლოცულობ? თუ დაუშვათ, მოაკლდა ამ წირვალოცვას, ხო? რა უნდა იარო, უნდა უთხრათ და მათში აი ეს კეთილი თვისებები უნდა ავაღორძინო და არა ის რომ დაუშვათ რახან ის იყო რაღაცა მაგარი ესე ვთქვათ ბრჭყალებში ესეთი რაღაცა მას ვთხოვოთ რომ იცი რა ვიღაცასთან საქმე მაგ გასარჩევი და წამოდი ახლა დამეხმარე რომელიც მიატოვა იმ კაცმა კაცო სად მიატოვა იცი სადაც ამას სწავლობენ იქ მიატოვა გახდა მორწმუნე კაცო
მორწმუნე გახდა და მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო რომ ჩვენ უგავხდებით მიზეზი იმისა რომ გამოსული პატიმარი რაღაც ბოროტი საქმეების გაკეთებაში ნუ დავიყოლიებთ ამ ხალხს კაცო ნუ დავიყოლიებთ იმიტომ რომ ეს ხალხი არის ვაჟკაცი ხალხი ეს ხალხი არის გმირი ხალხი ამათ ესე ვთქვა ტანჯვა წამება ცხოვრებისათვის კაცობისათვის მზად არიან რომ თავი გაწირონ და ჩვენ მათ არ დავიყოლიოთ რა არ გავხდეთ მიზეზი ისევ რომ ეს ხალხი უკან შეტრიალდეს ძმებო დებო მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას ეს რომ ამაზე ხოლმე ეგეთე მე არ ვიცი აი ცუდისკენ ცუდს როცა მე ჩავდივარ ამ ხალხს არ დაუძახო რა ეყოფა იმას თავის გაჭირება რაც გამოიარა ხო მეთანხმები გიორგი რა აუცილებლად მე ესე ვფიქრობ რომ აი ეს ხალხი პირიქით მოუხმოთ ამ ხალხს ისევ ტაძარში როგორც იდგნენ ნუ გავიკვირვებთ კაცო ნუ კირი პირიქით ვთქვათ გავიხალისოთ რა რომ აი ეს ხალხი აი ესეთი ყოჩაღები არიან და მამებს დიდი მადლობა მღვდლებს რომელნიც ამისათვის დროს ნახულობენ მიდიან ეხმარებიან და თავადაც მე ეს ხალხი შიგნითვე სხვებს ეხმარებიან და ფეხზე აყენებენ ამის უამრავი მაგალითი მე იცი რამდენი მაგალითი მაქვს ნანახი რომ თვითონ საკანში რო არის ერთი მორწმუნე პატიმარი სხვებს როგორ ეხმარება რომ ახსარება თქვას ასწავლის ეუნება იცი რამდენი ადამიანი მოვნათლე პატიმრის თხოვნით რამდენ ადამიანს უკრეკავენ უკადაგებენ ქრისტეს რჯულს მოყავთ და აი ნუ არ ვიცი რა აი ნამდვილი ქრისტიანები არიან აი ამხსარებლები არიან და მე მინდა რომ ამ ეთერის საშუალებით დიდი მადლობა გადაუხადო მათ ეს და მერთმა დაგლოცოთ ძმებო გაგაძლიეროთ რწმენაში და ქრისტე უფალში გაძლიერებულიყავი და ქრისტე შეგემოსოთ ისე შეგემოსოთ ქრისტე რომ აი ამ სიბდიდრით სხვები აგევსოთ რა აი ეს მინდა უთხრა ასევე მინდა გითხრა გიორგი რომ აი ძალიან ისეთ თემას შეეხეთ თქვენ რომ აი რატო არის რომ თქვათ აი პატიმარი არის იგივე ქვეყანაში და ჩვენ არ შეიძლება რომ თქვათ მე მყავდეს ვიღაცა პატიმარი ახლობელი და მისი უგულებელყოფით ვეძებდე ბედნიერებას რა ანუ ადამიანის აი როგორ არიცი აი ის რო იყო ავაზაკებმა რომ მოწყლეს კაცი და ჩაიარა ერთმა მთელმა ლევიტელმა და მერე სამარიტელმა უმკურნალა ამ ადამიანს ხო და ადამიანს გვერდში აუარო და ტაძარში მივიდე და ღვთისაგან შეწევნა მივიღო მამა გაბრიელს ჩვენს უსაყვარლეს მამა გაბრიელთან იყო ესეთი ერთხელ შემთხვევა მან თქვა რომ აბაო ლოცვაო ცოდვად შეერაცხათო მათო რო წერიაო სამონშიო რაღაც ხო რატოაო ლოცვაო ცოდვად რატო შეერაცხაო ადამიანსო აბა მიპასუხეთო დედებს ეს წერია მის წინში და ნუ ზოგ მოუთხრა ალბათო ისაო ჩქარა წაიკითხესო ლოცვებიო მამა გაბრიელმა ახლა თქვენ მყავხართო რა ყოველთვის რომ ასე იგი ადამიანი რა ამის გამო ახლა როგორ ფიქრობო ღმერთიო ცოდვად შეურაცხავსო ესეთიაო ანდაო რაღაცასო სხვა რამეს ფიქრობდნენო ნუ ესო ახლა ხარისხზე მელაპარაკებითო თქვენო ლოცვის ხარისხზეო და ამის გამო ღმერთიო რა თქმა უნდა ცოდვად არ შეურაცხავსო მოსიყვარულე მამაო ხო და რატო მაშინ რო გითხარიო მამა გაბრიელო ლოცვა ცოდვად რატო შეერაცხავ რატო და ახლაო აგერო თქვენ რო იყავითო ისეო იყო მოხდა ესეთი ამბავი ვიღაცა კაცი მოვიდა მამა გაბრიელ დამლოცეო უთხრა ხო და მამა გაბრიელმა დალოცა და რაღაცა ყურში უთხრა და ეს კაცი რო ადგა უთხრა რომ იცი რომ ახლაო არ შემიძლიაო მამა გაბრიელო რა ძალიან დაკავებული ვარო და წავიდა ტაძარში შევიდა და ახლა მოყვა მამა აგერო იყო კაცი ვთხოვეო 5 წუთის საქმე ვთხოვეო დამეხმარეო რაღაცა ატანა ჭირდებოდა თუ რაღაცა თანადგომა ჭირდებოდა ხო და არ დაეხმარა ახლაო შევაო ეკლესიაშიო 5 საათიო დაჩოქილი ილოცებსო ღმერთო შეწევნას თხოვსო და როგორ ფიქრობო თქვენო დაეხმარებაო მაგასო ახლა ღმერთიო ხო და აი ეს არის რომ ადამიანი როდესაც მე მჭირდება შეწევნა ღვთისაგან და ვინმე არის ვისაც არ ჭირდება ვინმე არის ვისაც დალოცვა არ ჭირდება ღვთისაგან კურთხევა არ ჭირდება ღვთისაგან ხო ყველას ვჭირდება ხო და თუ ყველას ვჭირდება უფალი ამბობს ადამიანის ხელით ადამიანის გავლით ადამიანის სიყვარულით შესაძლებელია ღვთის შემოსვა ივანე ღვთისმეტყველი საოცარ სიტყვებს გვეუბნება კაცო ღმერთს ვერ ხედავ და ამბობო მიყვარხარო ღმერთო და ადამიანს ხედავ
და ეს ადამიანი არ გიყვარსო. და გეკითხებიო, როგორ გიყვარსო ღმერთიო, რომელიც ამბობ მიყვარსო და ვერ ხედავო და ადამიანი გძულსო ამავდროულად რა. ანუ ღვთის სიყვარული შესაძლებელია ადამიანის სიყვარულით. ასევე ღმერთი ამბობს ესეთ რამეს იესო ქრისტეს ახარებაში, რომ როდესაც მოდიხარო საკურთხეველსიო და წირავო და ზოგს გონია ეს მარტო მღვდელს ეხება. რომ საკურთხეველში მღვდელი წირავს, არა. საკურთხეველთან მოსული ადამიანი წირავს სანთელს, საკმეველს, ზეთს წირავს და ღმერთი რას ამბობს გიორგი? არ მინდაო, არ შევიწირავო, თუ თქვენში იქნებაო, ესე იგი უთანხმოებაო, არ მინდაო, ესეთი შესაწირიო. წადი და შეურიგდიო შენ ძმასო. შეურიგდი შენ სახლობელს, შეურიგდი შენს ნათესავს, მერე შეიწირავს ღმერთი სანთელს, მერე შეიწირავს ღმერთი შენ შესაწირ ლოცვას. ანუ შეიძლება რომ მზენუდავაო თქვენს განრისხებაზეო. ამიტომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი შემაწუხებელი, ჩვენი მტერი უნდა გვიყვარდეს და ესე ვთქვათ, იცი როგორ არის რომ მე ჩემმა მოძღვარმა ესეთი რამე მითხრა ერთხელ რომ ისაო თუ გინდაო რომ ცოდვები მიგეტეოსო, ვინც გაწყენინაო, იმასო თვითონ უნდა თხოვო პატიებაო. რანაირად მეთქი? იცი რატო? წყენა რო დაგავიწყდეს მის მიერ მონიჭებული ტკივილიო, შენ უნდა თხოვო იქით პატიება იმ კაცო. და მაშინო დაგავიწყდებაო, რომ იმან ტკივილი მოგაყენაო. გამიგე? აი ესეთი საოცრება, რომ და აი ამას რო გააკეთებ, ქრისტე გამოგეცხადება. ქრისტე დაივანებს შენში. აი ამის შემდგომ. აი ეს სიყვარულია საჭირო, რომელიც გვაკლია ჩვენ და ამდენი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომელსაც ჭირდება თანადგომა. ხო ძნელია, არ არის ადვილი, მით უმეტეს თუ უმადურია. მერე კიდე რაღაცა ეს ხო ის არის რა, ვინ არის კაცო ეს, ამდენს ეხმარები, მადლობას არ მეუნება, პრეტენზიები აქვს ჩემთან. აი იქ რო დაეხმარები, ეგაა ზუსტად. რო შეიძლება, ცოტა ძნელია. უანგაროდ გაკეთება სიკეთე. კი, მაგრამ თან კიდე ამას თუ იმას მიუმატებ გიორგი, რომ ამას ადამიანი არაფლად გაგდებს და პრეტენზიები აქვს შენთან და შენ მაინც გადაგძობ და პირიქით აი სადაც სიძნელია იქ ახლა თუ ადამიანი ესე ვთქვათ იღუპება წყალში და შენ ჩათრევა უნდა ეგ სხვა თემაა ხო? იქ არ უნდა გადაყვე იმ ადამიანს, მაგრამ საუბარი არის იცი აი ადამიანები რომლებიც ჩვენს გარშემო უძლურები არიან და გადავალ სხვა თემდია. აი უნდა დავეხმაროთ მათ და აი მაშინ უფალი შეგვეწევა და ბედნიერებიც ვიქნებით რა თქმა უნდა. მამო, აი ძალიან საინტერესო კითხვა გამიჩნდა ახლა ამ წამს და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, რაღაცა მოვაბი ამ თემიდან არ გადაუხვევ და ეხლა ადამიანებს ნახულობ ხოლმე ხშირად რომ აი აქვთ მართლა იმის მიზეზი რომ მოიწყინონ. ნუ აქვს ეხლა ადამიანი საპატიმროშია ეხლა და როგორ შეიძლება რომ გიხაროდეს ეხლა პატიმრობაში ყოფობა, როცა თან ქართველი როგორი არის, ყველა უყვარს რაღაცა და იმათ გარეშე რო არის სადღაც, ხო? ზოგადად ძნელი არის ტელეფონზე ურეკავს იქ ბავშვის ხმა გესმის რაღაცა ყველაფერი მოქმედებს, ხო და ამ ადამიანებს უცბად გაიხედავ და ხედავ იმას, რომ შენ გიღიმის, ის არა აქვს, აი რაღაცა მოწყენილობა, რაღაც უფლებას არ იტოვებს. აი შენ გამო რომ შენ არა აი ხარ რო არ თქვა რომ აი სიტყვაზე აუ ნახე რა სახით არის, ნახე ისა უიმედო რაღაცა, ის არა აქვს ეს მომენტი. ამას აქ შეიძლება ვიღაცა მანქანა დაარტყას და რაღაც ჯეშტი შეეღუნოს და ამის გამო აი ესეთი სახეები დადიოდნენ. ხო სიტყვაზე და ადამიანს მართლა როცა აქვს იმისთვის რომ მოსაწყენი აქვს, ამ დროს აი არ იწყენდეს. აი ეს სიძლიერე მამო, საიდან ეძლევა ამათ პატიმრებზე მაქვს საუბარი ძირითადად და იმ ადამიანებს ვისაც უჭირს ახლა ამდენი ადამიანი არის რომ აი რაღაცა იმასაც ნატრობს ვინც გარეთ სიტყვაზე იმას ნატრობს კი არა გაურბის ხო? ანუ ჩვენ მაინც ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, ანუ გარეთ ყოფები მაინც დაუნახავები ვარ და იქინა სხვანაირი მზერა არის, აი ღვთიური მზერა არის თითქოს იმიტომ რომ სხვა საშუალება არ გაქვსო წესიურად არ გამოიხედო, ანუ სწორად. აი ეს მომენტი არის, რა ვიცი, მე დავიჭირე ეს მომენტი და არ ვიცი, შეიძლება ცოტა ისე რაღაც იქ, აი მე სულ იქ ვარ ხოლმე, ყოველი დღე ჩემი იწყება მათით, მაგრამ აი რაღაცნაირად თუ შეიძლება, მამაო, იმიტომ რომ ხარ ის როგორ დავწყევლო ეხა ადამიანები, რომ ეს ყველამ უნდა ნახოს, რომ იცოდნენ თუ რა, აი როგორ შეიძლება გაასწორო ის სათვალე, რომელთაც იყურები არასწორად რა. ոնց აი მართლა რა. არ ვიცი, გარეთ ეხა შეიძლება 1000 წიგნ წაიკითხო, მაგრამ იქ 3, 5 და 10 დღემ იმ წიგნებს ხაზი გადაუსვას და 1000-ზე მეტი გასწავლოს რა. რაღაცა სხვა ის არის, რა ვიცი.
როცა ამ შემთხვევაში სულ მათიანი ვარ და ვერ საუბრობ ხოლმე, ბოდიში ვიხდი რა. თუ შეიძლება მამა, აი ამასთან დააკავშირებთ, იმიტომ რომ გარეთ ისეთ რაღაცაზე წუხან, რომ მერიდებოდა კიდევ, ხა ჩემ თავზე მაქვს ლაპარაკი, რომ ისეთ რაღაცაზე მიწუწუნია, ხო, რაღაცა შეიძლება რაღაცა პრობლემა მქონე, რაღაცა რომ მეთქი ეს ადამიანები არაფერს არ ამბობენ ამ მდგომარეობას და მე აქ რა უფლება მაქვს. თითქოს რაღაც მაგალითნიც არიან იმისა, რომ ღმერთი გეუნება რომ ბიჭო შე რაზე წუწუნებ, ნახე ადამიანს რა დღეშია და ხმას არიღებ და პირიქით ბედნიერიც არის ამ თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით თუ იტყვით რა. კი, ნამდვილად გიორგი, ძალიან დიდი მადლობა აი ესეთი სულიერი ხედვისათვის და საერთოდ ეს არის ნამდვილად საოცრება, რომ როდესაც ჩვენ გვიჭირს რაღაცა გვეტკინება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარშემო არის უამრავი ადამიანი, რომელსაც ძალიან აღმატებულა და ბევრად უფრო მეტი დგება ჩვენზე. ძალიან დიდ განსასწრებია ჩვენზე ბევრად უფრო. მე ძალიან აი თქვენი თქვის არ იყოს პატიმრებთან გვიწევს მოძღვრებს ყოფნა. ძალიან ხშირად რეანიმაციაში მივდივარ და ამას ვნახულობ ავადმყოფებს და ძალიან მე რომ გამოვდივარ, ვამბობ რომ რა ადვილად ვცხოვრობ მე მათთან შედარებით რა. და როგორი ადვილია. მახსოვს მაშინ ერისკაცი ვიყავი, პატრიარქმა ერთხელ იქადაგა უწმინდესმა რომ ესე იგი ერთი მღვდელი დადიოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. და ის აზიარებდა ერთ-ერთ სხვათან ერთად ერთ-ერთ ესე ვთქვათ სულიერად ავადმყოფ ადამიანს და ერთხელ როდესაც მისულა ეს მღვდელი ამ ადამიანს უთქვია მისთვის ესეთი რამ რომ თქვენო საღი გონება რო გაქვთო ამისათვის ღმერთსო მადლობას თუ წირავთ რა ყოველდღიურ თუ წირავთ ამის გამო იმიტომ რომ ამას ჰქონდა რაღაც პერიოდები როდესაც უბრუნდებოდა ეს ჯანმრთელობა მე ისევ ამ ფლობას კარგავდა არა უთქვია მღვდელს არა არ წირავო და იმ დღის მერე ყოველთვის ეს მღვდელი ასე უთქვია იმ მღვდელს რომ იმ დღის მერეო ყოველთვის ღმერთსო მადლობას წირავო რომ საღი გონება მაქვს ამისათვისო ხო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისათვის ღმერთს დიდი მადლობა უნდა შევწიროთ მე მახსენდება აი ეს შეიძლება გადასვლა დღეს ვიყავი საპატიმროში და ის იცით რა ვნახე ესე ვთქვათ პატიმრებს ჰქონდათ აგებული ძალიან პატარა ისა რა ქვია მინი აი შერეკილებში რომ გაფრინდნენ ეს ურემი იცით რა და აი დიდხანს გავჩერდი რა აი ესეთი ურემი ჰქონდათ გაკეთებული თავიანთი ხელით იცი რა არის ეს ურემი არ იყო მხოლოდ ურემი რა ეს მათი რაღაცნაირი იცი რა აი ოცნება იყო რომ გაფრინდნენ გამიგე რომ გაფრინდნენ და რაღაც შეიძლება ის თამუნია მიაკითხონ როგორც იმ შერეკილებში არის ნინახულონ თავიანთი მოსიყვარული ადამიანები თავიანთ სოფელში გაფრინდნენ ენატრება გამიგე ზოგი 15 წელი ზის ზოგი რამდენი ხანი ზის კაცო ბავშვი შევიდა დაბერდა რა წარმოიდგინე ახლა და ეს რაღაც სიმბოლო იყო იმედის გამიგე ეს ურემი რა გავოცდი რა აი ესე იგი ზუსტად როგორი ისეთი იყო რა ზუსტად იმნაირი იყო გითხრე სოფლელმა აგო თუ ქალაქელმა ხო და იცით რა მინდა გითხრა ისეთი აი გეუნები სად ვიყავი ვერ მივხვდი რა ისეთი ბედნიერი ვარ დღეს რომ აი როგორ ფუსფუსებდნენ როგორ შრომობდნენ როგორ ყველაფერს აკეთებენ ეს ხალხი და ამავდროულად რა გამახსენდა იცი რომ იმაში რო არის კაცო აი იმ შერეკილებში რო იმ ქვევრში რო ზიან ხო და ის რო ეტყვის ბრეგვაძე რო არის ის მსახიობი რო არის რაღაცას ეტყვის ისაო და აგერო გასასვლელიო მე ამასო რომ მოიფიქრებო მე როგორ წახვალოდა გათხრილი მაქვს კაცო გასასვლელიო და არიქა ბიძია ბაბუა გავიდეთ აქედან გავიქცეთო სასაფუთო რას ამბობო კაცო რა გავიქცეთო ქალაქშიო მერეო რამეს დაწერო რამეს გააკეთებო განაო აქ არისო იდეების განხორციელების ფიქრის დრო აქო კაცო მიხარიაო ხალისით ვარო და აი ეს პატიმრები სინამდვილეში ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ რომ როგორ არიან მაგრამ ვინც ღმერთი იპოვა ბევრი მათგანი ალბათ ფიქრობს რომ რა ბედნიერი ვარ რომ აქ მოვხდიო რომ მე გამომიყვანა უფალმა ღმერთმა გამომტაცა ეშმაკებს და აი აქ მომიყვანა მოძღვარ შემახვედრა მორწმუნე ხალხ შემახვედრა და საკუთარი თავი გამომიცხადა და
რა თქმა უნდა ეს იცით რა აი მე მინდა მოუწოდო ყველა ადამიანს რომ ყველა ადამიანი მოვიდეს ტაძარში აი ეს მოწყინილობის აი ღმერთი რო ადამიანმა ღმერთის ხედვით მადლით დაინახოს მისი ცხოვრება ყველაფერი აქვს ადამიანს არაფერი ჩვენ დასაწუნებელია რა მაწუხებს კაც ყველაფერი მაქვს ყველაფერი მომცა უფალმა ღმერთმა რწმენა მომცა რაც თავარია და ამით უნდა ვხარობდე ამით უნდა მარად გიხაროდესო ამბობს პავლე მოციქული მარადის გიხაროდესო როდესაც შენ ქრისტე გყავს რა გაქვს მოსაწყენი ქრისტესთან ერთად ცხოვრობ და რაც უფრო გიორგი აი რაც უფრო ესე ვთქვათ ფინანსური და განსაცდელების სიმრავლე აქვს და ფინანსური მდგომარეობა ნაკლები აქვს ადამიანს მით უფრო ახლოს არის ღმერთთან სხვა მდგომარეობა არ იყო იმისა რომ მამებს არაფერი არ ქონდათ მაგით არ ქონდათ წმინდა მამებს არაფერი რომ ქრისტეში ქონოდათ ყველაფერი რომ ქრისტეთი დაკმაყოფილებული იყვნენ ყველაფერს იშორებდნენ აი მამა გაბრიელის მაგალითს ორი ფეხსაცმელი არ ქონდა ორი ერთად დადებული ფეხსაცმელი არ ქონდა მამაოს ორი საბანი არ ქონდა ოთახს არ ათფობდა და ერთი ფანჯარა იყო წარმოვიდგინე მცხეთა სადაც მტკვარი და არაგვის შეერთვის როგორი ყინვები იცის ისი მცხეთაში აი ზამთარში განსაკუთრებით აი ძვალში გაგიჟდება აი განსაკუთრებულად ცივი ადგილია და ფანჯარა ჩატეხილი ქონდა და ეს რა თქმა უნდა ასეთი რამ ჩვენ არ შეგვიძლია მაგრამ მამა გაბრიელი და ძალიან მცირეს ჭამდა აი ძალიან ცოტას ჭამდა აი ესე რაღაცას რო იჯდა ტრაპეზზე ეს თითებს დააწობდა გონია რაღაცა აიღო და აკოცებდა თიც და ეგ იყო მაგის საჭმელი არ ჭამდა არაფერს საერთოდ და აი ესეთი მოღვაწე იყო რატო იმიტომ რომ ქრისტეში ქონოდა და ჩვენ ყველაფერი გვაქვს რწმენა გვაქვს და აი რწმენის იცი რა არის აი ჩვენი მარგალიტის მეორე ხარისხში გადადება არ გამოდის რა მაშინ არის რომ ადამიანი მოიწყენს როდესაც რაღაც ფიქრს დაიწყებს ესე ვთქვათ წუთისოფლის საზრუნავებზე ფიქრს დაიწყებს რაღაცნაირად აი სარწმუნოებას რო გადადება ადამიანი და იტყვი რომ აი იცი რა ცოტა ხანი მოვიცლი ახლა მე სარწმუნოებისაგან ხო და მივხედავ ჩემს საქმეებს ვერაფერს ვერ მიხედავ და უნდა მახსოვდეს რომ ეს ცხოვრება წამია კაცო წამია რა ვინ მე არ ვიცი ახლა ხვალ რა მომელის ხვალ ვიქნები თუ არ ვიქნები რომელმა ჩვენთაგანმა იცის რომ როდის წავდგებით უფლის წინაშე მჯერა არ მჯერა სულებით ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ყველანი წავდგებით უფალთან და მოგველის რა თქმა უნდა უფლისაგან ესე იგი უფალი ჩვენ მოვკითხავს და გვეტყვის შვილო შენ რისთვის იღწვოდი რა გინდოდა ცხოვრებაში სულისხონება გინდოდა თუ რა გინდოდა და შესაბამისად ჩვენ ვეტყვით რაც გვინდოდა რისთვისაც ვიწყობდი ჩვენი საქმეები ბაგეები დადუმდებიან და ჩვენი საქმეები ამეტყოლდებიან იმ დროს როცა მე წავდგები უფალთან და ეს არის რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ამისთვის უნდა გადავდოთ ყველაფერი გიორგი და როდესაც იცი როგორ აი ღმერთი შეიძლება იცი რა სახლი არ მქონდეს კარი არ მქონდეს ყველას უჭირდეს ჩემს გარშემო და მე ხალისიანად ვიყო რატო იცი იმიტომ რომ ღმერთი იყოს ჩემთან და მე მახარებდეს ღმერთი წმინდა გიორგი რომლის ხსენება არის დღეს ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის ხსენება წმინდა გიორგი ბორბალზე როდესაც ეს წარმოიდგინე ბორბალზე აწამებდნენ და ბორბალზე ადიდებდა ღმერთს ბორბალ წამების დროს და ჩვენ აი ახლა უნდა ვადიდოთ ღმერთი კაცო რომ ცოტა გვიჭირს კაცო განა ბევრი გვიჭირს მამო წმინდა გიორგი იქადიდებდა ჩვენ აგერ ერთი პატარა ფეხი გადაგიბრუნდება და პირველი ღმერთს აუღმერთო რატო და თან წმინდა გიორგი რომელსაც არ ქონდა ის ცოდვები რაც დღეს ჩვენ გვაქვს ხო საბედნიერო წარმოიდგინე ადამიანს რომელსაც არაფერი არ აწუხებდა ისე ისჯებოდა და ჩვენ მართლა რო გვაწუხეს მართლა რო ვაშავებთ ვისჯები და ამაზე კიდე ღმერთს გმოვთ რომ აუ რატო ამას ხო ცოტა ძნე იმიტომაც არის ის წმინდა გიორგი და ჩვენ აგზიართ ერთი ბრეული მომოვიდა ჩემთან და ეს ისეთი რამ სხვები რაც რა თქმა უნდა საზიანო არც მისთვის არ არის და ესეთი რამ მითხრა რომ მე ყველაფერი მქონდაო ცხოვრებაში კეთილი მეუღლე ესე შვილები ქონება იდეალური ცხოვრებით ცხოვრობდიო რა ეს ვთხოვეო ღმერთსო და მომცაო მაგრამ ჩემში დასუსტა წვენაო იმიტომ რომ მე მოვეშვიო მე განსასწრელი არაფერი არ მქონდაო და აი შევანელი ტაძარში სიარულიო ამის გამო რომ ყველაფერი მქონდაო აღარც ვიცოდიო რისთვის უნდა მეულო ტაძარში და ერთ დღეს ისეთი ქარიშხალით დაატყდა განსასწრელი
ყველაფერი ერთად და საშინელება დაემართა კაცო, მეუღლე რაღაც დაცილდა რაღაცა და ესეთი ის დაემართა რა და აი მან შოქში ჩააგდო გამიგე? უცებ შოქში ჩავარდა ადამიანი, იმიტომ რომ კლდესაზე და არ იყო დაფუძნებული იმ დროს მისი სახლი. ქვიშაზე იყო უკვე და გამოაცალა და წააქცია ეს სახლი და მე მოექცა რა თქმა უნდა და აუცილებლად ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. ღვთის მცნებების შესრულება გიორგი არის სავალდებულო. სავალდებულოა შაბათი კვირის მცნება, სიყვარულის მცნება, აი მარხვა იწყება ახლა, ხო? აი შეიძლება სანამ მარხვაზე გადავა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რო გკითხოთ რომ ის მინდოდა რომ რაღაცა ნუგეშად მინდოდა თუნდაც ამ პატიმრებისთვის მე თქვა და იმ ადამიანებისათვის ვინც ეხა უსმეს ამ გადაცემას ხო რომ ისე რომ არაფერი არ ხდება და ყველა იქ რო არის საჭირო სადაც ხდება იმიტომ რომ ეხა მე არანაკლებს ვაშავებ და მე შეიძლება ყველაზე მეტი დამნაშავე იყო იქ ვინც შეიძლება რაღაცაზე იჯდეს და შეიძლება ეს თქვენ წოდეთ და ყველა მიცოდეს მაგრამ რაღაცა ნუ გამიმართლა და მადლობა ღმერთს რომ სიტყვაზე არ მოხვდი იქ ხო მაგრამ ვიღაცა მოხდა ოღონდ მე იმიტომ არ მოხვდი რომ მე ვერ ავაშენებდი იმ ტაძარს ის მოხდა ვისაც უნდა აეშენებინა ხო ეხლა ლოგიკურად და ის ღმერთმა ხო იცი ეხლა ვინსად განალაგოს ხო ისინი მოხვდნენ იქ ვინც ამას ითავებდნენ და ვინც ამას მოულიდნენ ხო თორე მე მოხდებოდი ხო ეხლა იქ არავინ არ არის დაზღვეული რომ იქ არ მოხდეს იმიტომ ჩემზე მეტად ცოდვილი ისე ბჭყალებში დამნაშავე შეიძლება იქ არ ძის მე ხარ თავს არ ვიმდავლებ ხარ გეგონო თუ რაღაცას იმაშოვის პეკო ეს არ მოქს ხო არ გამაჩნია იქს რა ყველაზე ცოდვილი ვარ და რაღაც მაგრამ უბრალოდ ხო არის რომ მე შეიძლება მე არ გამართლებოდა და მე მოხვედრილი ვიყავი მაგრამ აი ღმერთმა დაუშვა ხო ეხა ის ადამიანები რო არ მოხვედრილიყვნენ იქ იმ ეკლესიაში დამიჯერეთ ჩემნაირი 10 ვერ ააშენებდა შეიძლება იქ და 1000 ხო იმიტომ რომ მე გარეთ ვერ ავაშენე ეგეთი რაც მათ შეძლეს შიგნით ხო აი ეს მომენტი ხო არის მამო იგივე აი თქვენ რო სიტყვაზე იქ მოხვდით იქ ეკლესიაში რაღაცა აი ეს ანუ განლაგება ხდება ისეთი რომ შენ თავს ყველა ვარიანტში იპოვე უბრალოდ რა არის ხანდახან არის ხოლმე ხედვა რომ აი ღმერთო რატო მაგრამ არავითარი რატო შენ იქ იყავი საჭირო იქ გამოიწვენი გაიზარდე და ღმერთს იქ ჭირდებოდი და მორჩა ყველა ბიჭმა იცოდეს და ყველა გოგომ ვისაც უჭირს დღეს ან რაღაცას თავისი რაღაცა გაჭირვებით რაღაცას აკეთებს ან ვერ აკეთებს ან ასე შემდეგ. თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით, მამო, თუ ეთყვით აი სანუგეშს, იმიტომ რომ ბევრი განიცდის, მამო, ამ განცდას ჯობია რომ მოიშალოს ეს განცდა და რაღაცა შეუდგეს, იმიტომ რომ იქ ერთი ადამიანი მითხეს მე თქვენ არის მე ვიყავი საპრობილეში და მითხეს რომ აი სპიდი ჭირდაო და გითხრა რომ დაგეხმარებითო და ერთი ადამიანი იყო და სულად ისე მუშაობდა როგორც საღი ადამიანები რომელსაც არაფერი არ ჭირდათ. და გაოგნებული ვიყავ, იმიტომ რომ როცა ადამიანს ესეთი რაღაცა ჭირს, ძირითადად მაინც მიდის პატრონ, ანუ ღვთის გმობაზე მიდის, უფრო აუ რატო უნდა დამემარცხოს რაღაცა და პირიქით ეს ღვთისკენ მოვიდა. ანუ აი ის გასაჭირმა პირიქით მოიყვანა და არ წაიყვანა აქედან. აი როგორი არის მამაო, რომ 5 წუთი დარჩა და თუ შეიძლება და თუ ეთყვით ამათ, იმიტომ რომ იქ არიან საჭირონი, რა ვქნა, აი მაპატიეთ თქვენ როგორ უნდა გითხრათ ეხლა და როგორ უნდა ვისურვო, მაგრამ იმ სიტუაციისათვის არიან, რომ იქ იყვნენ და იქ გააკეთონ ის, რასაც აკეთებდნენ და თქვენ, რა ვიცი, სურათები გინდათ, რომ ეგეთი გარეთაც გააკეთოთ, ხო? არა, ნუ მე გიორგი, მე აი სად ვიყავი ვერ მივხვდი რა. ისეთი სილამაზე ვნახე მე. იმიტომ რომ აი სწორად გამიგე, იქ ყოველ ქვას, ყოველი ქვა არის მონაფერები. აი ეთყობა რაღაც მადლით კიდე, იმიტომ რომ აი ვერ ძღებოდი. შეიძლება ვინმე მიფიქრა რომ რა ჭირს ამას ამ ქვებს როგორ აი გეუნები სათითაო ქვა არის მოფერებული და აი მოვლილი აი ქვა არის მოვლილი ყველა ქვა რომელიც არის გალავანზე და ტაძარში ყველაფერი არის მოვლილი იმიტომ რომ წარმოიდგინე რამდენი 1000 პატიმარი ყველა იმას უვლის იმ ტაძარს ერთი აი ერთ ჩარტვას გავაკეთებ და მე იმაზეც ვიტყვი რა ესე იგი მე მაინც აფხაზეთიდან რო ვარ ჩემი აფხაზეთი მткиვა და აფხაზი ახალგაზრდა გავიცანი დღეს და დედა ყოლია ზესტაფონელი და თვითონ არის აფხაზი. ხო და აი მისი გული აი ახსავსე იყო მადლიერებით რა და ის მან მითხრა რომ მე ვარო აფხაზიო და ეროვნებით ვარო რა თქმა უნდა ქართველიო და საქართველო არის ჩემი სამშობლო და ესო რაც ახლა არისო ესო მალე დამთავრდებაო რა ეს წარმოუდგენელიაო რა მე რა გავაკეთო აი მითხარიო რა მამაო აი რა გავაკეთო ჩემი დედა ქართველიაო ჩემი მამა აფხაზიაო იმან ის მოკლავ ამან ის მოკლავ საწავიდიო რა გავაკეთო აი როგორი ცივედვა რო იცი რა უნდა დამთავრდესო და მე ღმერთს ხო რომ ეს დამთავრდეს რა თქმა უნდა აი ეს ტკივილი და რაც შეეხება იცი რა აი ეს
უნდა შევრიგდეთ რა აფხაზები და ქართველები. უნდა დავამთავროთ რა. ჩვენ შვილებს მოურთხილდეთ და ჩვენ შვილებს ავტომატიკი არ დავასიზმოთ, განათლება მიცეთ და აი ახლა გეტყვი. 3 წუთი დარჩა არ გადამიღე. კი, აი მე გეტყვი. აი ჩვენს პატიმრებს მიმართავ. მე დღეს პატიმარი იქ არ მინახია. მე ვნახე თავისუფალი ხალხი. ნამდვილად ღვთის წინაშე მდგომი ხალხი. მე მათ მინდა უთხრა რომ ძმებო თქვენ იყავით პატიმრები, როცა გარეთ იყავით. ბევრი თქვენგანი. დღეს თქვენ ხართ თავისუფალი ადამიანები. თქვენ ხართ ნამდვილად ის ადამიანები, რომელნიც ხართ სამაგალითონი საზოგადოებისათვის. და ღმერთმა გაანთავისუფლა ესენი. ტყვეობა რა არის? ტყვეობა ის კი არ არის რომ შენ ახლა დავიცა. ტყვეობა ხარ რომ შენაზროვნებაში რო ხარ ჩაკეტილი ხარ, დამონებული ხარ, ლოგინი და რო ვერ დგები. ხარ ესე იგი ამ აბებით გაბრუებული და გაუბედურებული და რა ვიცი კაცო ეს ქარიშხალმა ხო გადაიარა ამ ნარკოტიკების და бенზინ გასამართ სადგურიდან მიქონდათ бенზინი და კროტი და ასანთის ღერები და რაღაცა აი რა უბედურება გამოიარეს ჩვენმა 2 წუთი დაჭრა მე მინდა დავლოცო ესენი და უთხრა რომ თქვენ ნამდვილად თავისუფლები ხართ დღეს და ეს თავისუფლება დააფასეთ მე მინდა მოგიწოდოთ ძმებო რომ თქვენ ჩანაწერები გააკეთოთ ამ თავისუფლების როგორია ეს რა გემრიელია ეს თავისუფლება და მე ეს წაიკითხოთ ოდესაც ეს საცტური კიდე ღმერთმა დაგიფაროთ დაგიდგეთ ცოდვის რამდენად კარგია რომ ეს დრო ანალიზის დრო ბევრი აქვს და ყველანი მინდა დავლოცო საქართველოს მინდა დავლოცო ქართველიერი მინდა დავლოცო და ყველას აი არაჩვეულებრივი საშუალებაა რომ ეთერით გვეძლევა შესაძლებლობა მოძრებს მრევლს მივმართოთ ერს მივმართოთ ხალხნო თუ გინდათ იყოთ ბედნიერები თუ გინდათ შვილები ყავდეთ ჯანმრთელი და თქვენც იხაროთ ამ ქვეყანაზე მოდით ეკლესიებში მოდით ტაძარში მოდით მოძღვართან მოდით დადექით უფლის წინაშე და თქვენ ნახავთ საოცრებას როგორი გახარებულები იქნებით და როგორი ბედნიერი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ და დიდი მადლობა აი ამ ეთერისათვის რასო მადლობა მამო ძალიან დიდი თქვენ და რა ვიცი მე ძალიან მიხარია რომ ესეთი რაღაცეები შეიქმნა შედგა და რა ვიცი აი თან ის მიხაროდა რომ რაღაცა წინამთავრობები და რაღაცები რო იყო მე სულ ამბობდი ხოლმე ჩემს სათქმეს ყოველთვის ვიტყვი და აი თქვენ ჯინაზე იქ ტაძრები აშენდა ეკლესიაში ნაციონალებს და იმათ ვეუბნები მაინც რაღაცა პოლიტიკური მაინც აი წინა რეჟიმს ვინც ხარს უწევს იმაჯინაზე ყველაფერი ძალიან მაგრა არის და კარგად არის და ამისათვის მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს ყველაფერი გააკეთეს და გეხვეწებით ნუ რაფერს ნუ განიკითხავთ და ნურავი ნუ განიკითხავთ იმიტომ რომ ხვალ თქვენ არიცით ვის რა გელით და ვისი შვილი ან ოჯახის წევრი სად მოხდება და გთხოვთ იცით როგორ შეხედეთ როგორც მორწმუნენი თუ ხართ უფლის თვალით გადმოიხეთ, იმიტომ რომ უფალი ადამიანში ნაკლს კი არა პლუსს ეძებს და აუცილებლად პლუსი ძალიან ბევრი აქვს ყველა ადამიანს და განსაკუთრებით იმას, ვინც თავის ცოდვისთვის რაღაც საზღაურს სამსჯავროზე იხდის და იმ ადამიანებში იპოვეთ აუცილებლად პლუსი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი პლუსი ვნახე, რა ვიცი, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ ყველას გემშვიდობებით, პატიმრებს კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მოვიკითხავ და რავი მამო მეტი რა შეიძლება ითქვას დრო გავიდა და მადლობა გიორგი მადლობა თქვენ ხალხნო დაგლოცოთ სულ ყველანი იცოდეთ რომ მოწყენილი გულით ნუ დადიხართ ხალხო მოწყენილი გული არის ის რომ თქვენ გაკლიათ უფლის მადლი დაიწყეთ ლოცვა მოდით ტაძრებში და გაიხარებთ მადლობა ძალიან დიდი სამშაბათს დაგიმდებით საღამოს 9:00 მე გახდით გიორგი დარასელია, მამა დავით კონჯარია იყო ჩემი სტუმარი და ბედნიერებას გისურვებთ კიდევ ერთხელ და ერთი იცოდეთ რომ მე სულ ყოველთვის ვიქნები თქვენთან. რა ვიცი, აი ყველაფერი რაც კი მიკეთია დღეს ჯვარი და ისიც ორი რაღაც მიკეთია და ის პატრონების გაკეთებულია. მადლობა და გემშვიდობებით სამშაბათს. საღამოს 9:00-საც დაგიმუნდებით დრო